მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება მისი გეგმები, მიზნები, განცდები თქვენზე. დღეს გვაქვს ერთპოზიციანი გაშლა, ვისაც გიყვართ ერთპოზიციანი გაშლების ყურება, ჩემთან ერთად დარჩით და ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, თუ რა თქმა უნდა დღევანდელი თემა თქვენზე რეზონირდა. შეგახსენებთ, რომ ჩაწერილი ვიდეოების ყურება შეგიძლიათ, რადგან ვიდეო მაშინ იწყებს რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ და მოусმეთ. და ასევე ვისაც პირადი კონსულტაცია გსურთ, ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, მესენჯერში მომწერეთ, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის კომენტარების ველში და ვიდეოს აღწერაშიც. ჩაიფიქრეთ ახლა ეს პიროვნება, წარმოსთქვით მისი სახელი და გავიგოთ ამ ადამიანის გეგმები, მიზნები და განცდები თქვენზე. თუ ახლა ურთიერთობა არ გაქვთ ამ პიროვნებასთან, კომუნიკაცია საერთოდ არ გაქვთ, ამას გულისხმობ, ამ პიროვნებას თქვენს ცხოვრებაში დაბრუნება სურს. თუ ურთიერთობაში ხართ, კომუნიკაცია გაქვთ, ამ პიროვნებას სურს თქვენთან სიახლეები, თქვენთან ახალი საწყისები, განახლება. მისი გეგმა არის, რომ რაღაცები შეცვალოს, მიდგომა შეცვალოს, დამოკიდებულება შეცვალოს, ყურადღება, სიტყვები, ქმედებები. ეს პიროვნება დაფიქრდა, რომ რაღაც ის, რაც ახლა თქვენ შორის ხდება, არის შესაძლებელი, უნდა რაღაც გამოსწორდეს, უკეთესობისკენ წაიყვანოს და თან ეს მოდის მისი ინიციატივა, მისი სახით ხდება ეს ყველაფერი. თვითონ ჩათვალა საჭიროდ ასე. თუ ურთიერთობაში არ ხართ, ამ პიროვნებამ გეგმად დაისახა, რომ თქვენ დაგეკონტაქტოთ და გამოჩნდეს ისევ თქვენს ცხოვრებაში, დაბრუნდეს ისევ თქვენს ცხოვრებაში. ეს არის სეზონის ცვლა. ახლა შეიძლება ეს მოხდეს ზაფხულის თვეებში, ზაფხულის პერიოდში მოხდეს თქვენი გადაკვეთა, ან ურთიერთობის გაუმჯობესება, ან შესაძლოა შემდეგ თვეს, ანუ მომდევნო თვეს მოხდეს თქვენს ურთიერთობაში ცვლილება. აქ არის პიროვნება, რომლის ზოდიაქოთ შეიძლება იყოს ყურო, ქალწული, თხის რქა, მონეტების მეფე არის. თავის თავს სტაბილურ პიროვნებად თვლის ამ ეტაპზე, ან სტაბილურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და გეგმების შეცვლას არ აპირებს და კიდევ ვნახოთ გეგმაში რა აქვს. მისი გეგმა, ურთიერთობის ჰარმონიული ეტაპი, შერიგება. თუ სხვადასხვა ქვეყნებში ხართ, თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლა, სტუმრობა. აქ შეიძლება კიდევ ჩავთვალოთ ესეთი რაღაც, რომ დაგეკონტაქტება თქვათ ინტერნეტის მეშვეობით, საშუალებით, მაგრამ შეხვედრაზე იქნება ადამიანი ორიენტირებული და შეიძლება გითხრათ, რომ საჩხუბრად არ მოვდივარ და მინდა რომ რაღაცები დავალაგოთ. სიმშვიდით მოდის ეს ადამიანი. თუ ახლა კონფლიქტური ვითარება გაქვთ, მისი გეგმა არის, რომ ურთიერთობა მეტად სტაბილურ და შვიდ ფაზაში გადავიდეს. თუ ახლაც ურთიერთობთ, ეს პიროვნება უფრო მეტ შემოგთავაზებთ. ან გულს გაგიღებთ, მის სამყაროში უფრო მეტად შეგიშვებთ, ან სადმე მოგზაურობას შემოგთავაზებთ. რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები არის. შეიძლება სამშობლოში დაბრუნებაც იყოს ვიღაცისთვის აქტუალური საკითხი, რადგან სამშობლოში დაბრუნებაც ინფორმაციულად მოდის აქ და შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანისთვის ეს მნიშვნელოვანი მინიშნება იყოს. მისი გეგმა. ამ პიროვნებამ შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც კი მიიღო, როგორიც არის, რომ თქვენ მის მეორე ნახევრად საბოლოოდ გაღიაროთ, რადგან აქ მოდის როგორც მონეტების მეფე, ასევე მონეტების დედოფალი. ეს არის ძალიან მყარი კავშირი. შეიძლება თქვენც მიწის სტიქიის წარმომადგენელი იყოთ
ან ერთნაირი ზოდიაქოები გქონდეთ, ან ერთნაირი თვისებები და ხასიათი გქონდეთ და უფრო გამყარდეთ. ან თქვენს, როდესაც ეს პიროვნება მყარ გადაწყვეტილებას მიიღებს და სერიოზულ გეგმებს დასახავს თქვენთან, თქვენს უკვე სერიოზულად შეხედოთ ამ საკითხებს და თქვენი გეგმაც შეცვალოთ და თანხმედრაში მოხვიდეთ. სერიოზული ცვლილებების წინაშე ხართ ამ პიროვნებასთან დაკავშირებით და აქ ამ პიროვნებასთან გელოდებათ მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა. მონეტების მეფე მოდის მონეტების დედოფალთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენს შუაში დგას სამყარო. შეიძლება ეს ჩავთვალოთ სამყაროც, ანუ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ კავშირის წინააღმდეგი იქნება, თუნდაც სამყარო არ შეუწყოს ხელი, ეს ადამიანი მაინც მოვა, ესეთი ჩიუტი გადაწყვეტილება აქვს, რომ აუცილებლად უნდა მოგნახოთ, შეიძლება ახლა ვისაც ესეთი ურთიერთობა გაქვთ, რომ კოორდინატები არ იცის, ან რაღაც მისამართი შეიცვალეთ, აი რაღაც ძიებაში არის და მაინც მოვა, სულ რომ მთელი სამყარო იყოს წინააღმდეგი, მაინც მოვა. თუ ესეთი სიტუაცია არ გაქვთ და დღესაც კომუნიკაცია გაქვთ, ან ნორმალური ურთიერთობა გაქვთ, აქ მოდის ამ პიროვნების გადაწყვეტილება, რომ თქვენ გახდეთ მისი ერთადერთი ქალბატონი და არჩევანი გაკეთდეს თქვენზე. საჯარო ურთიერთობაში შეხვალთ და აქ შეიძლება იყოს პერსპექტივა საერთო შვილების ყოლის. მისი გეგმა, მისი სურვილი არის, რომ თქვენ გახდეთ მშობლები. საერთო შვილი ყავდეთ. ნახოთ მისი მიზანი რა არის. რომ დაგანახოთ, როგორი ძლიერი არის, როგორი დამოუკიდებელი არის, როგორი შემდგარი გახდა, როგორ შეცვალა თავისი ცხოვრება, როგორი წარმატებული არის ახლა, როგორი გალამაზებული არის, შეიძლება მთლიანად იმიჯი შეიცვალა ამ ადამიანმა, ან ძალიან ესეთი მკვეთრი წარმატება აქვს და ამ ყველაფრით ცოტათი ამაყობს და ოღონდ ცუდად არ მოვა ამ კუთხით. მიზანი ისეთი არ არის, რომ ახლა თქვენთან მოვიდეს და ამით თავი მოგაბეზროთ, რომ რა მაგარი ტიპია, მაგრამ მას იამაყება თავისი მიღწევების და უნდა რომ თქვენ დაგანახოთ, რომ როგორი რაც შეიფიქრო, ყველაფერი გამოუვიდა და ის ადამიანი აღარ არის, სახეცვლილი არის. აბსოლუტურად თავის თავზე არის ახლა ორიენტირებული, თუ ვინმეზე იყო დამოკიდებული, ახლა დამოუკიდებელი არის. ამ პიროვნების მიზანი არის, რომ დაგანახოთ ასეთი რაღაც, რომ მე კვართხების მეფის არკანი შემოვიდა ამ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ მისი მოქმედება, მისი სიტყვა არ იქნება მხოლოდ ისეთი გეგმის სახით, ანუ რასაც დაგეგმავს, იმას განახორციელებს, ანუ ამის თქვენთან მოტანა სურს ამ პიროვნებას. რომ მე ვარ ქმედითი, ამ შემთხვევაში მე ვიმოქმედებ. ჩემს ხელში არის ჩემი ბედი, რასაც მოვინდომებ, იმას გავაკეთებ. შეიძლება ფინანსურად გაუმჯობეს და მისი ცხოვრება და აქედან გამომდინარე უფრო მეტად ხელფეხი გაეხსნას რაღაც საკითხებში. ჯერჯერობით რასაც ვხედავ თქვენთან მიმართებაში, ეს პიროვნება სერიოზული განწყობით არის. და მნიშვნელოვანი სიახლეები გელით მასთან. კიდევ ნახოთ რა არის მისი მიზანი. დაივიწყოთ ყველაფერი ძველი და ყველაფერი თავიდან დაიწყოთ. ახლიდან შემოგთავაზოთ ყველაფერი. თუ ახაც ურთიერთობაში ხართ, მისი მიზანი არის, რომ თავისი ძველი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა დაანგრიოს და აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალოს. შეიძლება აქ საცხოვრებელი ფართის შეცვლაც იყოს, ან კარიერის გამოცვლა იყოს, აი, უფრო მეტი წარმატების მიღწევა უნდა თქვენს გამო. რადგან გქონდეს იმის რესურსი, რომ მერე რამე შემოგთავაზოთ და თქვენი ურთიერთობა წინ წავიდეს. თქვენ მისი მეწყვილე ხართ, თქვენ მისი მეორე ნახევარი ხართ, ესე გთვლით ეს პიროვნება.
რას განიცდის თქვენზე, მისი განცდები თქვენზე? რომ თქვენ მას ჭირდებით, რომ თქვენ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ. ეს კარტი არის საჭიროების არკანი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენი იმედიც აქვს ამ ადამიანს, რომ რაღაცაში დაეხმარებით, თვითონაც საკმაოდ ხელგაშლილი იქნება თქვენი მისამართით, როგორც ემოციურად, ასევე სხვა საკითხებში, რა საკითხები ცხოვრების ეტაპზე დაგხვდებათ და შეგხვდებათ. ეს პიროვნება ფიქრობს, რომ ერთმანეთს ძალიან გამოადგებით, ერთმანეთს ძალიან შეავსებთ. ეს არის არკანი, როდესაც ხდება პიროვნება განცდის დონეზე, რომ თქვენ მას ძალიან სჭირდებით. ის რაც აქამდე მასში იყო ჩაკეტილი თქვენი მისამართით და ბოლომდე თავის სათქმელს ვერ ამბობდა და თავის განცდებს თავისი ნებით ვერ რაღაც მომენტში გულში იკლავდა ან გულს არ უღებდა, მიხვდა რომ ამის საჭიროება აღარ არის და უფრო მეტად ღია უნდა იყოს თქვენთან მიმართებაში. შეიძლება რაღაც კრიზისი გადალახეთ. ან ცალ-ცალკე მოგიწიათ ყოფნა და აი ამ ცალკე დარჩენამ და მარტყობამ უფრო დაანახა თქვენი ფასეულობა, თქვენი ღირებულება და ეს განცდები, ეს მონატრება, ეს თქვენთან ყოფნის სურვილი უფრო გაუორმაგდა და მიხვდა რომ თქვენს გარეშე ცუდად გრძნობს თავს ან თქვენს იქით აღარავის ზე ეფიქრება და უფრო დარწმუნდა თავის თავში. ძალიან ესეთი დარწმუნებული არის, უკვე თავის თავში ჩამოყალიბებული არის. დრო არის დაიბრუნოს ის, რაც მას ეკუთვნის, ესეთი განწყობით არის, ესეთი განცდებით არის. თუ ახლაც ურთიერთობაში ხართ, ყველაფერი კარგად გაქვთ, ამ შემთხვევაში აქ პიროვნების განცდა არის, რომ არანაირი კრიზისი არ შეაშინებს და უარს არ ათქმევინებს თქვენს თავზე და საქმეს ბოლომდე მიიყვანს და თქვენ მისი ერთადერთი პარტნიორი გახდებით. ძალიან მიზანდასახული პიროვნება არის, საკმაოდ კარგი გაშლა გამოვიდა დღეს. მე კი დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.